ამაშასე ბატონებო ქალბატონი ინგა გრიგოლია გახლავთ ჩვენი სტუმარი ალბათ გეცოდინებათ გდანის მაჟორიტარობის კანდიდატია ქრისტიან-დემოკრატებიდან დამერწმუნეთ ძალიან საინტერესო და მე თუ გითხრათ ნოვაციურიც არის რომ ისეთ ცნობადი და პოპულარული ადამიანი როგორც ქალბატონი ინგა არის სწორედ იმ რაიონში იყრის ქეში სადაც ყველაზე მეტი ესე ვთქვათ ამომრჩეველი არის საქართველოში და ეს ცნობილი ფაქტი არის 112 საარჩევნო უბანი 112 საარჩევნო უბანი ნუ ჩათვალეთ რომ 150000 კაცი 155664 არის ეს ოფიციალური მონაცემი ჩვენმა საერთო მეგობარმა გუბაზმა მითხრა რომ ქუთაისში რეალურად 60000 კაცი სარცხოვობს ასევე ზეპირად ვიცი რომ ზეპირად მეთქი ზუსტად ვიცი რომ სადღაც 75-80 არის თითქმის ბათუმის მოსახლეობა და აი წარმოიდგინეთ ბათუმისა და ქუთაისის მოსახლეობის გაერთიანებული რესურსი არის უფრო ნაკლები ვიდრე გდანისა და სწორედ ქალბატონი ინგა ცნობილი ტელესახე ცნობილი და ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ იქ მაჟორიტარობის ისე შემაშინე ხა ისეთი დახასიათები დაიწყე გდანის სიტუაცია რაცა შეიმის მაგურად რომ ოპტიმიზმით ამავსო ესე იგი უცბად შემაშინე როგორც ჩანს გადაწყვეტილება რადგან გადაწყვეტეთ თქვენ აი ყველაზე დიდ რაიონში იყაროთ თქვენში ეთყობა რესურსიც არის ეთყობა მიზიდულობის რაღაც ცენტრები გაქვთ იქ და მოდით აი ავხსნათ რატომ გადაწყვიტეთ თქვენ ყველაზე დიდ რთულ დინამიურ ქალაქში არა პირდაპირ კი გეთანხმებით ეს არის ძალიან რთული გლდანის მოგება ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ეთერში მოწვევისთვის გლდანის მოგება არის ძალიან რთული მაგრამ ჩვენი შიდა კვლევებით ანუ ეს არ არის ის გასაფიარებელი გასახმაურებელი აი ყველა პარტია თავისთვის აკეთებს მართლა ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს ამის მიხედვით აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული შანსი რომ ჩვენ მოვიგოთ მაჟორიტარული არჩევნები გლდანში არის და მე ამიტომ როდესაც პარტიული გადაწყვეტილება იყო ესეთი დავთანხმდი სიამოვნები დათო იმიტომ რომ მე 2 წელია უკვე თითქმის ვარ თბილისის საკრებულოს წევრი ფრაქციის თავმჯდომარე შესაბამისად დედაქალაქის ნებისმიერი წერტილი რომელიც არ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი ჩემთვის არ არის უცხო იმიტომ რომ გლდანელებთანაც მქონია ურთიერთობა სამგორთანაც წანისთან ისანთან საბურთთან ნუ მოკლედ მთლიანად მოცული გქონდა ჩვენ მთელი ქალაქი მაგრამ ესე იყო გადაწყვეტილი და მე მიხარია რომ დღეიდან ფაქტიურად მე დავიწყე უკვე საარჩევნო კამპანია დღეს მქონდა პირველი შეხვედრა გლდანში ავჭალაში კონკრეტულად კაჭარავას ქუჩის მოსახლეობასთან და ესე დავიწყებ უახლოეს დღეებში გავხსნით ჩვენ საარჩევნო შტაბს მე დღეს გავაკეთე განცხადება და თქვენს ეთერში მინდა რომ გავიმეორო იგივე რაც თქვით ჩემს პრესკონფერენციაზე როდესაც ამ დღეებში ჩვენ ოფიციალურად გავხსნით შტაბს მე გამოვაცხადებ ჩემს პირად ნომერს მობილური ტელეფონის ნომერს და ეს იქნება პირდაპირ ჩემი ურთიერთობის საშუალება გლდანის ამომრჩეველთან ყოველგვარი დამხმარეებისა და თანაშემწეების გარეშე 24 საათია რეჟიმში. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენი ბრძოლა ამ არჩევნებზე გლდანში დამთავრდეს ჩვენთვის წარმატებით. მე მაქვს იმის იმედი, რომ ეს ასე იქნება. ხოლო რა მოხდება საბოლოო ჯამში არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. ძალიან კარგია. არა, მაშინ გეღიმება ესე იგი და რატო ერთადერთი ეხლა მე მინდა გითხრათ ხალხო კონდიციონერი გაგვიფუშტა და ყოველ 5 წუთში ჩაერთვება. არა, უშავს მე უკვე ისე მივეჭვი ამ წინა საარჩევნო შეხვედრებზე სიცხეს და საერთოდ ეს მართლა ზაფხულში ესეთი დიდი და მასშტაბური შეხვედრები უკვე იმდენად ადაპტირებული ვარ ამ ყველაფერთან რომ გაუძლებ 9 საათი აქ. არა, ის არა არის ეხლა ძალიან ბევრი კლუბია და დარბაზებია გდანში. აი თუ გინდა მე დაგენიზლავები არცერთი კონდიციონერი არ იქნება. არა, არა მარტო გდანში, მაგალითად გუშინ კალათბურთის სასახლეში ქონდა ჩვენ შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან და იქაც იგივე იყო და ეს ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნუ მოკლედ ალბათ ეს არჩევნებიც იმიტომ დაინიშნა, რომ ზაფხულში უფრო ნაკლები აქტიურობა ყოფილიყო. მოსახლეობა არის ქალაქიდან გასული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ წავიდეს და რაღაც კურორტებზე გადანაწილდეს და დაისვენოს, მაგრამ მაინც ქალაქი არის დაცლილი. აქედან გამომდინარე ალბათ ეს გადაწყვეტილებაც იყო სპეციალურად მიზანმიმართული, რომ წინა საარჩევნო კამპანია რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩასვან ოპოზიციურმა პარტიებმა. ფაქტიურად ხო სექტემბრიდან გაიხსნება აქტიურად, იმიტომ რომ 15 სექტემბერს არის გამოცხადებული სწავლის დაწყება და 15 სექტემბერს შესაძლებელია მე მეშლება, მაგრამ ასე ხო, ანუ და ეს არის სპეციალურად და მიზანმიმართულად, მაგრამ გავიარეთ უკვე ადაპტირებულები ვართ და მზად ვართ
რადგან კალათბურთის სააბას დარბაზს გადაურჩით, იქ არის 45-46 გრადუსი სიცხე ერთხელ ნამყოფი ვარ იქა და დავიწვით. არა, რა ზემწყდება გოლია. თავად ეს ჩვენი ხელისუფლებაც ძალიან მაპატიე და ვირეშმაკულად მოქმედებს და არც ეს გოიკლავს თავს რომ რაღაცა კომფორტული გახადოს მოსახლეობის შეხვედრა თავის კანდიდატთან. რატო არ უნდა იყოს დაფინანსებული თუნდაც 2-3 დარბაზი ნებისმიერ რაიონში კონდიცირებული რომ ამომრჩევლები გულისყურით უსმენდნენ დეპუტატებს. არა უშავს, თუ ჩვენ არ გვაქვს ამისი საშუალება ამ გარემოებების გამო, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ პირადად მივალთ იმ ადამიანებთან და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ შესაძლებელია ეს ცოტა ისე გამოდის, გულუბრყვილოდ მოეჩვენოს ეხა ვინმეს, ვინც ამას მოისმენს, მაგრამ მე მართლა ვაპირებ შტაბის გახსნისას ჩემი ნომრის გამოცხადებას, რომელიც მექნება მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში და მე არ მინდა, რომ მესამე პირის საშუალებით ვიკონტაქტო გლდანის ამომრჩეველთან, ყველას ექნება იმის საშუალება, რომ იყოს პირად კონტაქტზე. მე თუ ვარ ღირსეული, თუ ვიქნები ღირსეული, თუ კი გლდანელები ჩათვლია, რომ ინგა გრიგოლია იმსახურებს, რომ მას დაუჭირონ მხარე, ვიქნები ბედნიერი. ნახოთ, ეს იქნება არჩევნების შედეგები, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ასე რომ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი და შენ ხან უმძაბავ იმითი, რომ რაღაცა ძალიან დიდი და ყველაზე დიდი ტერიტორია არის საარჩევნო. ალტერნატივა არსებობს, შეგიძლია საღამოს 7-8 საათის შემდეგ გაიარებდაში სხვა ჩვენს იქ მამკოდიდან ძალიან კარგი ჰაერის ნაკადი ჩამოდი, ძირითადად საღამოს საკურორტო ზონა გდანი. კარგი, დასახლებების მაშინ ესე იგი ერთ-ერთი სიამოვნებით სხვა ჩვენს ჩემი კოლეგა ხარ, მე მახსოვს ძალიან მძიმე და ისეთი ну როგორ გითხრათ, ну ადამავიწყდება ის რაც მოგიწიეს თქვენ დღეს მეგობრებს, დღეს კოლეგებს 7 ნოემბერზე, ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის თქვენი აღშფოთება და თქვენი პროტესტი, რომ ესე ძალადობა კოლექტიურად, როდესაც იხმარი ჟურნალისტების წინააღმდეგ და პირადად თქვენს წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი. დიდი მადლობა. ჩვენ სოლიდარულია თქვენთამი. ჩვენ საუბრობთ გლდანის სირთულეზე და უშოთ მასშტაბების თვალსაზრისით, მაგრამ ასევე იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული გათვლები არსებობს გლდანთან დაკავშირებით. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლება ძალიან დიდი ხანია იმზადება ამ არჩევნებისთვის, იმიტომ რომ მთავარი კონკურენტი ვინც არის იქ დასამარცხებელი, ჩემთვის მთავარი კონკურენტი ბატონი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, იგი იყო ჯერ გლდანის გამგებელი, შემდეგ იყო საკრებულოდან ასევე გლდანის მაჟორიტანი, ანუ პლაცდარმი უკვე ნაციონალებს იმისთვის, რომ გლდანი ხელიდან არ გაუშვან, აქვთ მომზადებული, მაგრამ მე შევთავაზე ბატონ ნიკოლოს პირდაპირ ეთერში დებატებზე დამიჯდეს ერთხელ მაინც ამარჩევნების წინ და ყველა გლდანელი დარწმუნდება რატო არ უნდა მისცეს მას ხმა, რატო არ უნდა მისცეს და იმიტომ არ უნდა მისცეს, რომ ეს ადამიანი ვინც არის მთავარი კონკურენტი, არის იმ დანაშაულებრივი ფრაქციის ხელმძღვანელი, უმრავლესობის ლიდერი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თბილისელებს კაბალური გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება გამოუტანა, აი ესე ასწია ბატონმა ნიკო ხაჩირაშვილმა ხელი თავის კოლეგებთან ერთად, როდესაც დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების გაერთიანებით კიდევ ერთხელ უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ხალხს. მე რო დღეს ვიყავი ავჭალაში, დათო, იქ ადამიანები ვნახე, კონკრეტულად 4 ოჯახი და ერთ ქალბატონს 4 წელია შუქი არ ქონია. 4 წელია, ანუ რადიოთი, მხოლოდ რადიოთი გვაქვს ურთიერთობა, რაღაც შეხების წერტილები საზოგადოებასთან, ამბობენ, იმიტომ რომ პატარა შვილიშვილები ყავდა და ეს ბავშვები იმ დროს დაიბადნენ, როცა უკვე დენი ჰქონდათ გათიშული. ეს არის ის ხელისუფლება და იმ ხელისუფლების ლიდერი საკრებულოში, ჩემს კონკრეტულ კონკურენტზე ვსაუბრობ, რომელმაც ძალიან ბევრი, ძალიან მძიმე და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება გამოუტანა თავის ხალხს და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ნაციონალებიც არ მისცემენ უკვე მათ კანდიდატებს ხმას, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, რომელიც როდესაც დახედავს აი ამ გაერთიანებულ ქვითარს, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ საჩუქრად მიართვა საკუთარ ხალხს, არ მგონია, რომ შემდეგ თუნდაც იმ მოძრაობის წარმომადგენელს ან მხარდამჭერს გაუჩნდეს. ის შეხედებს აწარმოებს ეს ხაჩირიშვილი, მე არ ვიცი რომ ამ ხაჩირიშვილს და ხდება. არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მის საარჩევნო კამპანიაზე, მე ვიცი ის რომ ეს არის ადამიანი, კონკრეტულად მე რატო ვსაუბრობ ბატონ ნიკოზე, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ გლდანის თემაზე, როდესაც შენ ხარ იმ ფრაქციის თავმჯდომარე, ვინც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო, როდესაც შენ ხარ იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც 30 ივლისს ჯერ კიდევ აი სულ ახლახანს ცხელი ამბავია, ჯან დაცვის პროგრამებს ჩამოაჭრა 3 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან და ეს 3 მილიონი გადაანაწილა შოუების გასაკეთებლად, იმიტომ რომ გასართობი ღონისძიებები ამარჩევნების
წლის წინ მათ ძალიან ჭირდებათ. მე არ მგონია რომ რომელიმე გლდანელს გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ მას მისცეს ხმა. მე არ ვიცი რამდენად ღირსეული ვიქნები გლდანელებისთვის, ვიქნები ძალიან ბედნიერი თუ კი ისინი ამირჩევენ, თუ არ ამირჩევენ, მე მაინც მათ გვერდით ვიქნები, ისევე როგორც ამ 2 წლის განმავლობაში. მე აი თქვენ კი მოუწოდეთ უკვე მე რამდენად ამ ხაჩერიშვილს რომ ვიდებატოთ. მე საგეთ უგნებავ ჩვენს ეთერს დაგითხოვთ უბრალოდ ხაჩერიშვილის ინტელექტი არ ვიცი მე რა განათლება აქვს არც ეს ვიცი ტალერანის რომ იყოს თქვენთან დებატებში წააგებს ნებისმიერი ხელისუფალი წააგებს დათო ნებისმიერი ხელისუფალი იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება რომელმაც თურმე ეხა აღმოაჩინა რომ ხალხს უჭირს მე დავდივარ სულ რეგიონებში ამ ბოლო პერიოდში და ყველგან ვეკითხები ხოლმე ხალხო გჯერათ მერაბიშვილი რასაც ამბობს თქო გჯერათ რომ სააკაშვილი რომ ეხლა ამბობს რომ თურმე ეხლა აღმოაჩინეს რომ ხალხს არ აქვს ტარიფების ფული თურმე ეხლა აღმოაჩინეს რომ ხალხს არ აქვს სამსახური თურმე ეხლა აღმოაჩინეს რომ ხალხს არ აქვს სწავლის ფული და ძალიან დიდი ბოდიში ვაუჩერიზაციის რაღაცა სოციალისტური შრომის გაგრძელების კვალდაკვალ მინდა ვთქვა ერთი რამ მოსახლეობას აბოლებენ ეუბნებიან რომ აი 1000 ლარიანი ვაუჩერები მე მინდა დღეს თქვენს მაყურებელს აუხსნა 1000 ლარიანი ვაუჩერი არ ნიშნავს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას ეს არის 4 წელზე გადანაწილებული 1000 ლარი რომელსაც ვერც ერთი თქვენგანი ჩემო ძვირფასებო ვერ დახარჯავთ ისე როგორც თქვენ გინდათ ანუ კონკრეტული მიმართულებებით ვინმეს ჯერა თქვენ გონია ხალხს როცა ამას ვეუბნები იცინიან იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში როდესაც ხელისუფალი ვერ დაინახავს რომ ხალხი იხჩობა უმუშევრობით არ აქვს შვილების განათლების ფული ვინმეზე ნაკლები შვილები ყავთ იმ ადამიანებს რომელიც სხვადასხვა რეგიონსა თუ თბილისში ჩვენ შეგხვედრიან როდესაც არ აქვს ელემენტარულად თავისი მოხუცისთვის წამლის საყიდელი ფული და ყველაზე დიდი უბედურება ჩემი თაობა მე ვარ 41 წლის ჩემი თაობის ადამიანები ძალიან დიდი მადლობა ჩემი თაობის ადამიანები ოცნებობენ რომ პენსიონერები მაინც ვიყოთო ყველაზე ამოვარდნილი და ყველაზე დაჩაგრული თაობის და ეხლა გაახსენდა თურმე გეგონებათ ვანო მერაბიშვილი არ იყო ყველაზე გავლენიანი მინისტრი ამ ხელისუფლებაში და იმ სამეულში ლიდერი არ იყო ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებას 10000 სტუდენტი გარიცხეს სასწავლებლებიდან თანხის გადაუხდელობის გამო და ელემენტარულად იცით აი შეეძლოთ ეხლა რა სტუდენტებს 14 მილიონი გამოყვეს აი ამ სტუდენტებისთვის 500 ლარიანი ვითომ საზაფხულო შრომებს აი ეს თანხით იმ თანხით შეეძლოთ ის 10000 სტუდენტი ისე სტუდენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან იგივე ის სტუდენტებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები მე ჩემი ამ შეხვედრების დროს ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება გავიცანი უმძიმეს მდგომარეობაში ქობულეთის მაგალითი ეყოფა ყველაფრად ამ ხელისუფლებას რომ ხალხს მიშას მოწოდების გამო რო აღებული აქვს კრედიტები იმ კრედიტების გამო სახლებს ართმევენ სპეცრაზმებს გამოყავთ ხალხი და მე მომიყვნენ როგორ გაუსკდა გული ერთ-ერთ ქობულეთელ მამაკაც და როგორ გარდაიცვალა როცა მისი გამოსახლება მოდიოდა ოზურგეთში ქალები შემხვდნენ მოხუცი ატირებული ქალბატონი რომელიც ღვეზელებს აწყობდა და ყიდა და მითხრა რომ ვიღაც შემოვიდაო ერთი ღვეზელი იყიდა და უცბად 500 ლარიანი ჯარიმა ამოურტყა იმიტომ რომ ამ ქალბატონმა რომელიც მთელი კვირის განმავლობაში 10 ღვეზელსაც ვერ ყიდის შეიძლება ჩეკი არ ამოარტყა ეხლა გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ აღარავის აღარ ჯერა მათი ამიტომ მაქვს გამარჯვების იმედი იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ნაციონალური მოძრაობიდან ვერც ერთი წარმომადგენელი რომელიც თავისი ხელით მივა და შემოხაზავთ მათ საარჩევნო წილს მეც ესე ვფიქრობ მაგრამ მოდით მაინც დავუთმოთ ისტორიულად შალსი ხაჩერიშვილს მოვიდეს მე ვპირდები მას რომ საერთოდ ეცდები რომ მხოლოდ გაგაშველოთ მეტი არაფერი მაგრამ არ მოვა დააბერწმუნეთ ნებისმიერი მამაკაცი მით უმეტეს ნაციონალი წააგებს მეტად იცით რა ჩვენ ქონია და ძალიან სერიოზული და მწვავე დებატები საკრებულოში ჩემს უშუალო კონკურენტს და მე მეკითხებიან ხოლმე რომ აი რატო ამბობ რომ მაინც და მაინც შენი კონკურენტი არის ის ჯერ ესეთი დავიწყებ იმით რომ მე ესე ვფიქრობ რომ ნაციონალები არიან იქ მთავარი დასამარცხებელი კონკურენტი არის სწორედ ის მეორეც ჩვენ ორივენი ვართ ფრაქციის თავმჯდომარები და საკრებულოს 2 წლიან ისტორიაში ყველაზე მწვავე დებატები იყო სწორედ ჩემსა და მას შორის იმ თემებზე ნო დავით რომელზეც ეხა მე თქვენთან ვსაუბრობ როცა ელექტროენერგიას და ნაგავს აბავდნენ ერთმანეთს როცა ტარიფების საკითხს ვაყენებდით მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებას სათქმელი აღარ აქვს ხალხთან ვეღარ უშველის სააკაშვილს ვანო მერაბიშვილით მცდელობები თავისი მთავრობის იმიჯის გაკეთილ შობილების მახსოვს ტრანსპორტზე მთელი ხმაური ქონდათ იქა იმ საკრებულოში და სხვა შორის აქტიური ხა ღმერთია მოწმე რომ ობიექტური ვარ ყველაზე უფრო აქტიური სახე საკრებულოში თქვენ ხარ და სხვა შორის თქვენი
მოდი თქვათ იმპულსური და ემოციური გამოსვლის შემდეგ რაღაც ესეთი აი ჭაობიდან ხმარვა მოდის ისეთი ხმა ისმოდა ამ შათირიშვილისა და თავისი უსუსური არგუმენტებით ავსბროს გახვევდა და რა თქმა უნდა ხელისუფლება ცდილობს რომ სათავისოდ მოერგოს ნიშა ყველაფერს გააკეთებს რომ ეს არჩევნები მათ არ წააგონ მაგრამ როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული რომ ისინი დამარცხდებიან თბილისი არის ცალსახად ოპოზიციური ქალაქი მე და თქვენ თუ კი გავიხსენებთ ამას არ ჭირდება ძალიან შორს წასვლა როგორ პირწმინდა წააგო სააკაშვილმა თბილისი როგორ პირწმინდა წააგო და მე მახსოვს რომ ერთ-ერთ ჩემს გადაცემაში მას ვკითხე რომ თქვენ მეთქი წააგეთ თქო თბილისი და მან მიპასუხა რომ მე რაო რომ თბილისი წავაგე მარტო თბილისი არ არის საქართველო ამიტომ ვერ იტანს თბილისს და ამიტომ გადაწყვიტა რომ მეორე დედაქალაქი გამოეცხადებინა ქუთაისი ეს ცალკე თემაა მაგრამ თბილისი გლდანიც გწანისიც ვაკეც მთაწმინდაც მათ აქვს წაგებული ამაზე უნდა შევთანხმდეთ ეს არის ისე როგორც 2x2 ისე თქვენი აზრი ამ აია ქუთაისში გადატანა ამ საპარლამენტისა ვიცით რა ჩემი აზრი არის ასეთი რომ რეგიონის განვითარებისთვის ალბათ ნებისმიერი ცდელობა რომ გაცოცხლდეს რეგიონი არის ძალიან კარგი მაგრამ იმის შიშით როცა იღებ ამ გადაწყვეტილებას რომ შენ პარლამენტის წინ ცენტრალურ ქუჩაზე შენი დედაქალაქის არ მოგიწყონ მიტინგები ჩვენ ხო ვიცით რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება იმიტომ რომ პარლამენტთან არ მოაწყოს ხალხმა მიტინგი იმიტომ რომ დაიღალა სააკაშვილი მიტინგებით იმიტომ რომ აღარ უნდა იმიტომ რომ მას კიდე უნდა ბევრი წელი რო იყოს ხო იყო ჩვენი პრეზიდენტი იყო სწორედ რამდენიმე დღის წინ რო თქვა რომ მეტი საქმე არ მაქვსო რომ დაგითმოთო ჩემი აშენებულიო სხვა შორის რატო გადაიტანა ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაიტანეს ძველი ადგილიდან დიღომში როდესაც შენ უკვე ქალაქიდან გადიხარ აი იქ რამდენიც გინდა დადექი და იმიტინგე იმიტომ რომ ამითი შენ ხელისუფლებას დისკომფორტს არ უქმნი ეს იყო ერთადერთი მიზეზი რის გამოც გადაიტანა და პლუს ეს ძალიან ბანალური ფრაზა გახდა და აღარ მინდა რომ მეც რაღაცნაირად განმეორდე მაგრამ არ უყვარს სააკაშვილის თბილისი მე საქართველოს არ უყვარს რა ვიცი მე ესე ვფიქრობ რაც შეეხება გლდანს გლდანი არის ძალიან სიმბოლური ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გახსენებას თუ კი დავიწყებთ ამ კუთხით პირველი დარტყმა საკუთარ ხალხზე საკუთარ მოსახლეობაზე თუ გახსოვთ თელმა ამ ვარდების ბიჭებმა მიიტანეს სწორედ გლდანზე ეს იყო გლდანის ეკლესია როგორ მოგწონს ან არ მოგწონს იქ მოღვაწე მამაო ეს ცალკე თემაა შეიძლება ის დაუშვათ საპატრიარქოს გადასაწყვეტი იყოს ვიღაცის მსახურება არ მსახურების საკითხი მაგრამ თქვენ ხო გახსოვთ სპეცნაზით ახალაიებით სანოძეებით შესეული მინისტრებით გლდანის ეკლესიაზე ოქროაშვილი იყო ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი ანუ პირველი და ამიტომ ამბობ რომ გლდანი არის აი ღირსების საკითხია რა ღირსების ინგა გაგახსენებთ იცით ახლა მე დეტალურად მახსოვს ის აი გარშემო რაც კორპუსებია კორპუსების სადარბაზოებთან პოლიცია იდგა და პადიედიდან არავის არ უშევდნენ რომ არ დახმარებოდნენ იმ ხალხს სხვათა შორის ჩვენ თუ კი კადრებს გავიხსენებთ მე მინდა რომ გლდანის მოსახლეობას უთხრა ეს მართლა სიმბოლო არის გლდანი აი ამ ადამიანების ჩვენი თანამოქალაქეების ღირსების შელახვის და ძალადობის ჩვენ გაგვიკვირდა მერე 7 ნოემბერი, მერე გაგვიკვირდა რაღაცეები. რატო გაგვიკვირდა? როდესაც სპეცნაზით აიღეს გლდანის ეკლესია, სადაც მოხუცი ქალბატონები და ადამიანები, ახალგაზრდებიც რა მნიშვნელობა აქვს ლოცულობდნენ ლოცვის დროს. ეს იყო ყველაზე მძიმე პირველი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ამ რა საოცრება გაიხსენეთ ახლა მე ზვაჩერს მახსოვს მაშინ თქვენ იმაში მზეში გაბრძანდებოდით საუყარად და ზვაჩერს ძალიან ცხარე და ის იყო რა შეშემტევი იყო თქვენი პოზიცია გულწრფელად გეუბნებით ეს აი ყველაზე კარგი მიგნება აგერ ლიუბაც მოგვივიდა ყველაზე კარგი მიგნება არის ინგა შენგან მე აი მასავით გეუბნები მართლაც აი ოფიციალურად ძალადობა ამ ბიჭებმა გდანიდან დაიწყო და გდან შეიყრის ინგა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა ლიუბას შემოსვლაზე გამახსენდა შემდეგ იყო ტელეკომპანია იბერია შემდეგ იყო ნუ მთელი რიგი ის ძალადობები პირველი სადაც მინისტრები კმაყოფილი სახი და ყველაზე დიდი უბედური მე ვამბობ ხოლმე რომ ამ ხელისუფლების სახე არის ხო ახალაიების ტროიკა თქო და ეს ახალაია პირველი დიდი აი ეს შეტევა ხალხზე შტურმი როცა განხორციელდა გლდანზე ხო იყო იქ ძირითადი ნაწილი ნიღბებით ახალაიას გაღიმებული სახე არ დამავიწყდება როგორ იდგა პირდაპირ უნიღბოთ ანუ გლდანი არის ძალიან სიმბოლური იმისთვის რომ ჩვენ ყველა
ყველამ ერთად გავიხსენოთ, როგორი ძალმომრეობით ხდებოდა მთელი ეს. საოცრება გამახსენე ინგა, უფრო დრამატული იქ ის იყო, ახლა ეს ახალაია ბავშვი იყო მაშინაც და ეხლაც. კარგით. არა. ბავშვი იყო თუ არ იყო ახალაიების პასუხისმგებლობა უზარმაზარი. ის იყო ხულიგანი ბიჭი იქ, მაგრამ სამხედრო ფორმაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმაში იდგა ის თავთუხაშვილი თუ ვიღაცა ტიპირო იყო. კი. თან პირჯვას იწევდა და თან გრუზავიკს აჯახებდა ეკლესიას. აი ეს იყო ბოროტი. მართლა გაოგნებული ვიყავი. მე მახსოვს, რომ შოკირებული ვიყავი, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება დაუშვა, ყველაფერი შეიძლება წარმოიგინო, მაგრამ სალოცავში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლებელია ეს საპატრიარქოს გადასაწყვეტი ყოფილიყო, ამა თუ მამა ბასილისთან დაკავშირებით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ადამიანი გამოიყვანეს თავისი მრევლის წინ, შეანგრიეს კარები და მე იმიტომ ვსაუბრობ, რომ გლდანი და გლდანის მოვლენები იყო პირველი ყველაზე დიდი შტურმი, რაც ჩვენ ნახეთ ესე ღიად გაკეთებული მოსახლეობას. დიდი მადლობა, ჩემაინგა გულწრფელად გეუბნები, მახარებს რომ ჩვენი სტუმარი იყავით, იშვიათი სტუმარი ხარ და მე პირობას გაძლევ, თუ კი აი დიდი თავში რა იქნება გლდანში, ოღონდ ისე არ დაამთხრი რომ ეს აქ ვიждე. დიდი სიამოვნებით მონიტორინგს ჩავატარებ, მათთან მაინტერესებს, აი როგორ ხდები გლდანელს, სხვა ქებათა ქებაბოდის. მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, გლდანი არის ძალიან რთული მოსაგებად, მაგრამ ჯერა რომ გლდანელებს არ უნდათ იმ რეალობაში ცხოვრება, რაშიც ისინი დღეს ცხოვრობენ და რაც არ უნდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აპიარონ, სხვა შორის ძალიან უყვართ ეს გლდანი, რატო? თუ გახსოვთ, უგულავამაც თავისი საარჩევნო კამპანია პირველად მეთობაზე, როდესაც წამოაყენა კანდიდატურა იყო გლდანი. მათ უნდათ რომ ხალხს ანახო, რომ გლდანი უჭერს მხარს. მე ვარ დარწმუნებული, რომ მხარს გლდანელები ნაციონალურ მოძრაობას არ დაუჭერენ. ხოლო თუ სხვა რომელიმე კანდიდატი მოახერხებს და დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, სწორედ გლდანში მე ვიქნები პირველი, ვინც მივა ხელს ჩამოართმევს და მიულოცავს. კარგი, დიდი მადლობა, უბრალოდ ჩვენ მართად რო არა გვაქვს, აგერ SMS პატფევილი ინგა, ეხლა SMS-ი მოვიდა და თავად ინგა სურვილი იყო, რომ ან დღეს ესაუბრა როგორმე აი ამ მედია პრობლემებზე და მათ არა გვაქვს დრო გულწრფელად გეუბნებით, უნდა მაპატიოთ ჩემი ბრალიცა, ბევრი ვესაუბრე გდანზე, მე გპირდებით სპეციალურად, ეხლა უბრალოდ დღეს რადგან პირველად დაიწყო ქალბატონმა ინგამ ოფიციალურად თავისი ბრძოლა გდანისათვის, ამიტომ მოვიწვიე გპირდებით მედია პრობლემებთან დაკავშირებით მე მაქვს ზუსტად იდენტური პოზიცია როგორც თქვენ და აქ არის ახლა ლუბა ელიაშვილი და მე მისი იმპორტის ჟურნალისტ არა მე ჩვენ მეც და გიორგი თარგამაძემა ჩვენი პოზიცია დაუფიქსირეთ რომ ის ყველაფერი ის მარაზმი რასაც ჩვენ ვხედავთ შემოტევაზე რომელიღაც მედია საშუალების მხრიდან მეორე მედია საშუალებაზე ეს არის მარაზმი და რასაკვირველია ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებთ ამაზე მეკპირდებით საერთოდ გადაცემა გვექნება და სპეციალურად მოგიწვევთ ინგა დიდი მადლობა თქვენ რომ მობრძანდით ჩვენთან გმადლობთ ხალხო რომ გვისმენთ დაგველოდეთ 2 წუთში ინგა გრიგორიაძე კიპოდის ინგა მიდის და ლუბა ელიაშვილი შემოგვივა